დაკავშირებით. ადამიანები არ ჭამენ ცხიმიანს, იმიტომ რომ ცხიმი მათი გონებისთვის პირდაპირ ასოცირდება გასუქებასთან. გვასუქებს თუ არა ცხიმი, ცხიმიანი საჭმელი ჭამოთ თუ არა და რა გვასუქებს? ცხიმების ჩალაგების კომპონენტი, ანუ ის რაც ალაგებს ჩვენ ქსოვილებში ცხიმს, ეს არის ინსულინი. ხო, ინსულინი არის ის პროდუქტი, რომელიც კიდებს ასე ვთქვათ შაქარს, აქცევს მათ ცხიმად და ალაგებს სადღაც. ცხიმს თვითონ ინსულინი არ ეხება, ანუ ინსულინის ინდაქტორია. ანუ შეუძლებელია იმ ცხიმს, რომელსაც თქვენ იღებთ, ის სადმე ჩალაგდეს. ამას ჩალაგების მასტერი, ასე ვთქვათ, არის ინსულინი. ინსულინი ეხება მარტო შაქრებს. ანუ ის, რაც ჩალაგებული გაქვს ცხიმის სახით, 100%-ით მიზეზი არის ინსულინი. ანუ ინსულინი კიდე, ესე იგი, მუშაობს შაქრის დასაწყობებაზე, ასე ვთქვათ რა, ანუ ინსულინი კიდევ შაქარს. ცხიმი არ გვასუქებს, ცხიმი არ რჩება რომელში პირიქით, ცხიმი ინტაქტურია, გლიკემიური ინდექსი 0 აქვს. ნუ ოღონდ რა თქმა უნდა, ეს არ ეხება სცენარეულ ზეთებს, რომელშიც შედის ბევრი ომეგა-6, იმიტომ რომ ომეგა-6 კი არ ლაგდება, მაგრამ იწვევს ანთებით პროცესებს და პრინციპში ომეგა-6 კი ლაგდება, ოღონდ ლაგდება უკვე უჯრედის გარსში და თქვა ომეგა-6-ის უკუგანოსვლის პერიოდი წელიწადნახევარი 2 წელია. ანუ კი გასუქებას არ იწვევს ომეგა-6, მაგრამ იწვევს ანთებით პროცესებს ყველგან სადაც კი მოხდება.